ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს მე-12 კლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის ღია კარისდღე გამართა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, საუნივერსიტეტო ცხოვრება და სწავლის პირობები გააცნეს. წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 40-მდე საბაკალავრო და საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. სასწავლებელი წელს 1220 პირველ კურსელს მიიღებს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ფაკულტეტებზეც, რომლებსაც მიმდინარე წელს საქართველოს განათლების სამინისტრო მთლიანად დააფინანსებს. საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციის ბოლოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სამომავლოდ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღია კარისდღეების გამართვას აჭარის, გურიისა და სამეგრელოს საჯარო და კერძო სკოლებშიც გეგმავენ. წელს უკვე 10 სპეციალობაზე არის სახელმწიფო დაფინანსებით სწავლება, გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ამასთან ადგილების რაოდენობა შეიცვალა, ნაცვლად 1075-ისა წელს მიღება გვაქვს 1220 ადგილზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანით, სულ 50-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს, ასე რომ მათ შეეძლებათ აირჩიონ სასურველი სპეციალობა და მიიღონ შესაბამისი განათლება. ჩემთვის ანუ ის სტერეოტიპი, რომ ყველა კურსდამთავრებული უნდა წავიდეს თბილისში, მინდა რომ ასე ვთქვათ დაანგრიო. და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი არ ჩამოვარდება არც ერთ იმ უნივერსიტეტს, რომელიც დაუშვათ თბილისშია. მე მომხიბლა ამ უნივერსიტეტის გაცვლითმა პროგრამებმა, მრავალფეროვანმა გაცვლით პროგრამებმა და ვფიქრობ, ჩემი მომავალი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ეს გაცვლით პროგრამები, რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს.